ოიცა ბიჭო. ოიცა ჩემი. და დავიღალე. აქ რა დაიღალე ბიჭო, ახალგაზრდა ბიჭი ხარ. თან ვარჯიში საჭიროა ძმა. აიც არა მე რას მატყუებ ბიჭო. ბიჭო, ხო იცი რატომაც დარვიხარ. ბიჭო, არა მართლა ჯანმრთელობის პონჩი, ვარჯიში ასწორებს ძმა. აი ეს ახლა თავს იშტერებ და მეც მაშტერებ ბიჭო. რა გინდა ბიჭო, ძმობასგავი რა გინდა? რა მინდა და რომ გაიგერო ელენემ დაიწყო ვარჯიში, შენც მაგიტო დარბიხარ აქ ბიჭო. ბიჭო, ხო ბაზარი არა, მაგ პონჩი, მაგრამ ვარჯიშიც ხო მაგრად ასწორებს ძმა. ხო და მომისმინე ძმა. თუ ასე მაგრად გევასება ელენე. ადე კიდე ლუკას დაებაზრე რა. მე მაგრად მიტყდება ეს პონტი ძმაო. ძალიან უხერხულ სიტუაციაში ვარ. ბიჭო, ძმობასგავ ცოტა ხარ მაცადე და დაველაპარაკებია. ცოტა ხარ მაცადე. წამოე რა, წამო რა. მოიცა. და საერთოდ ბოლოა რა, ეხლა რომ მე შენთან ერთად ვარჯიშობ. ამის მერე საერთოდ აღარ მითხრა რომ ვარჯიშზე გავამყევიო. გასაგები? გასაგებია ძმაო, წამო. ჩემი დედა. ქეთა გაიჩინო ბიჭო. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, შენ? კარგად. ვარჯიშობ? ხო რა, ისეთ პონჩი რა. მაგარია. წარმატება. შენც? ბიჭო, ხო რომელზე ვიყო ხოძე? რა გაცინებ, შეჩემა, ჯანმრთელობის პონჩი გეუბნები. წამო და მე ვილაპარაკ. წამო. ხო მიდი გაიქეცი და მოვა. რა საყვარელია თო. ნინო, დღეს სპექტაკლის რეპეტიცია მაქვს და შეგიძლიათ ცოტა ხანი ბავშვი რომ დაიტოვოთ. სანამ უკამოვა. რა სპექტაკლის რეპეტიცია? ახალ სპექტაკლში ვთამაშობ. გადამრევთ თქვენ რა. სათამაშოდ გცალია. ანუ ვერ დაიტოვოთ. რა ვიცი რანაირად დავიტოვო 1000 საქმე მაქვს. ჯერდი გასასვლელი ვარ. მერე სადილი მოსამზადებელი, სარეცხი და სარეცხი დასალაგებელი, რამდენადაც მოვასწრებ. მე დაგეხმარებით. მე დავალაგებ. არ მინდა ვერ იზამ შენ. მომისმინე რამდენ ხანში გადიხარ მითხარი და იქნებ მოვასწრო და დავიტოვო, აბა რა ვქნა. ან არ წავალ საერთოდ. არა, არ მინდა დედა ჩემს ვთხოვ. არ გადამბირო, ხო დედა შენს არ დაურეკო, რა სიტყვის. ერთი ბავშვისთვის ვერ მოულიებ, სამი ქალი არიან ოჯახშიო. არა, არ იტყვის, არ მინდა ჩემ გამო გეგმები შეცვალოთ. რა ვახარ ანიჩკა? თქვენ როგორ ხართ? კარგად, ყავის დალევის ხასიათზე. დალევ ჩემთან ერთად. აი ცოტა ხანში შემოგიერთდებით. მიდი აბა გელოდები. სალამი, მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? რა ვიცი. აი, ყურა დაგემართ. რა დამემართა და ყოველ დღე ერთი და იგივე დალაგება, სარეცხი, სადილი, ბავშვის დატოვება. ყველა საქმე აქვს ამ ოჯახში, მარტო მე ვარ უსაქმური, მოკლედ რა. რა მომივიდა და გასვლა მინდოდა საქმე მქონდა და იმან კიდე ბავშვი დაიტოვეო. რა პრობლემაა? მე დავიტოვე ფაგერა რა. ო, შენ მიხედავ. მიხედავ ვერ ვაჭმევ თუ იავნანად ვერ უმღერებ თქვენზე კარგად. ჰა? კაი რა. კაი დაწნარდი და ყავა გავკეთე მე და ჩემს ძმას. ნინოს საქმეები აქვს და დედა ჩემსაც არცალია. მე გამომიყვანე მე მეყოლება. მართლა იცოდე რამე თუ გაქვს დაგეგმილი, ჩემ გამო არაფერი არ გადადო. არა, სახლში ვარ, არაფერს არ ვაკეთებ. მაშინ გამოგიყვან. და ლუკა როგორც კი მორჩება სამსახურს, ეკრევე მოვა და წამოიყვანს ბავშვს. კარგი, მიდი, გელოდები. მადლობა, სალ, მიყვარხარ. მეც. რაღაცე უნდა ამერიკა, დედა ვერ ჩავკრინდით მეთქი. ხო ავიღებ ზეგ პასპორტ, ხვალ ავიღებ პასპორტს და გავუდგე. დედა გეხვეწები რა არ მინდა იქ კონსულტაციის დროს გამედა. მიეცი ვინმე
ეგ თუ არ არის ღირსი სხვა მეზობლებს მიეცინე და მეტი არ ხავს არავინ. კაი, დავით. აუ, პასპორტს და გავუწევდი. გამარჯობა. გამარჯობათ. ბატონი ბიჭიკო რა? დიახ. ბატონ ნოდარს უნდა თქვენი ნახო. აბა ნოდარი. ანდრეევიჩი. ნოდარი? დიახ. ხო. თხოვეთ მომწანდეს. არა, თქვენ უნდა წამობძანდეთ მასთან. სად? ბატონ ნოდართან. როდის? ახლა. ახლა კაცოზე მათემატიკა. დაგელოდებით. დაგელოდებით, მოემზადეთ და. მომწანდით რა? არა, არ დაგელოდებით. ჯვარ დამელოდებით, ალილოზე ხომ არ ხარ, შეგაცო შემოდი. მომწანდი. ალილოზე ნადრუა. მომწანდით? აი ეგ დამწანდით, აქ? მე რა ვქნა ვერ გავიქით იქუნა არ წავიყვან. აი ჭანჭულის არაყი მაქვს. არა. მაშინ უარეს შემთხვევაში ჩაი. არა, მაგუდა. მაშინ 15 წუთი უნდა მომცეთ მაინც. კი ბატონო, დაგელოდებით. შენ რა კაი სასტუმრო კაცი ყოფილ. არა ხო არ ხადაო იქუნა. გარდა სალონს არ აღია. მეორე მანქანა სულ რა თქმა მეორე. აუ შენ კიდე ვერ გაიგე ვერაფერი ხო? ასე რომ უკვე ერთი წელი ხდება, რაც მარტო ცხოვრობ. ბოლოს ისე აირია ყველაფერი, რომ აზრი აღარ ქონდა. წუხვარ. მაგრამ მე არაფერ შუაში არ ვაკახა. არა, რა სულელია შენ. არაფერ შუაში ხარ. პირიქით მე ვგზნობ თავს დამნაშავედ. იმედია რომ ყველაფერი დაალაგდა. კი. შენ იქ მაინც შუა. ისო პრობლემებშია? არ ვიცი, ერთად აღარ ვართ. მართლა? მართლა. სამწუხარო არა. მართლა? ო, რა თქმა უნდა. იცი, ჩემთვის არა. იყო იმდენად დავიღალე, რომ მარტო ყოფნა მირჩემია. აი მაგაში გეთახმები. მარტოობა მართლა ძალიან შეჩვევა იცის რა. შენ წარმოვიდგინე რომ მეც კი მივეჩვიე მარტოობას. არის ხოლმე დღეები რომ საერთოდ სახლდებას თუ არ უნდა. და სამსახური? ო. აი სამსახურისგანაც ვისვენ. დროებით არ აუშავს. ზე ადრე სასმელს არ სვამდი. მართალია, ადრე კი. მაგრამ ეხა იცი რა პერიოდი მაქვს, აი დროების გარუსი ამონებასება. მე ვერ ერთ ჭიქასაც რო ვსვავ, ეგრევე ვთვრები. მართლა? ისე არ გინდა რომ ერთხელ მე და შენ დავლიოთ? ანუ ისაუბროთ, მომენატრა შენთან საუბრო. მოგენატრა? ისეთი რა გუსაუბრია რომ მოგენატრა. მე მგონია რომ საკმაოდ ბევრი. და რა არის? არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხშირია ეს საუბრები. მთავარია ის ემოცია, რომელსაც ამ საუბრების შედეგად იქნება. ალბათ. ოდა იფიქრე რა ამაზე. Ja. ორდენ. ანდრეევიჩი და ბატონი ბიჭიკო. ბატონი ბიჭიკო. მე დაგდო. გამარჯობა. ბატონო ბიჭიკო. დაბძანდით ბატონო, დაბძანდით. თოვთ. გავიგე, ჩემი გაცნობის სურვილი გაქვთ. აი მეც მოვიცალე და დალებთ რამეს. არა, მადლობთ. თქვენ ბატონი ნოდარი ბრძანდებით? მე გახლავართ ბატონო, მე. ისე თითქოს დიდად არ გაგეხარდათ ჩემი დანახვა.
რაღა დაგიმალოთ და მე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა. იცით რატომღაც ფიქრობდი რომ უფრო ახალგაზრდა იქნებოდით. კატი ახალი ჩამოსული ახლა დამკვიდრებას აპირებს აქ და რა ვიცი აბა არ ამგონია საქციელი სწორი იყოს. ბატონო ბიჭიკო, თქვენ აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ამ შემთხვევაში აზრს არ გეკითხებით. უბრალოდ საჭირო ჩავთვალე მენახეთ. მე და კატიას გვიყვარს ერთმანეთი და პატარები აღარ ვართ. და პატარები რომ აღარ ხართ, მეც ამით ოლაპარაკობ. ჩემი და თქვენი ხნის კაც უფრო მეტი დაკვირვება გვმართებს. ისე აი თქვენ ადგილას ჩემთან მეგობრობას ვარჩევდი. ბატონოდან მე მეგობრობის წინააღმდეგი არა ვარ. ძალიან კარგი. მიირთვით ბატონო, მიირთვით. ნილა რა ლამაზი სახელი გქვია და რა საყვარელი ხარ. დღეს ჩემს საწოლში რო გეძინა ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი და ისეთი ბედნიერება. რა პაწაწინა ხარ, მაგრამ როგორი ძლიერი. ისეთ ემოციებს ვჩუქნი, რაც ცხოვრებამ წამართვა. ლეო, მოდი დავსხდეთ ახლა. ნეტა მე როგორი დედიკო ვიქნებოდი. ჰა? შენი აზრით? მოდი ახლა ნელ-ნელა ავიდეთ სახლში, სანამ მამიკო მოვა. ისევ დავიძინოთ ერთად. და მე ისევ მოგიყვები ზღაპარს პრინცესებზე. კარგი? მოდი. როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? მეც კარგად. რა ქვია შენ? მე სალი, შენ? მე მარიამი. რა საყვარელი. ეს შენი შვილია? არა, ეს ნილა, ჩემი მეგობრის შვილი. ნილა? აჰა. შენ აქ ცხოვრობ? კი, მე და მამა. მართლა? დედიკო? დედიკო ცაშია და იქიდან მიყურებს. თუ კარგად მოიქცევ, გავხარდება. ხო, ამიტომ კარგად უნდა მოიქცე. ეხლა მარტო ხარ ეზოში? კი. თამაშობდი და უნდა გინახე მოვედი. ეს საყვარელი ხარ. კაი, და ისე მოვალ მალე. კაი, ძირფასო, კარგად იყავ. აი, რა საყვარელი გოგო იყო, დაინახე. მოდი გავაგრძელოთ ეს. ეხლა ითამაშებს და დაგვიბრუნდება და ჩვენც ვითამაშეთ, ხო? არა, პატარა, არა, ჩემში ხარ. აი? აი, პეპელი. აი, ой, წავედით ნილას სახში. წავედით. კაი, ნუწუხდებით. დამძანით. ვილაპარაკებ ცოტას და კიდ გადავალთ სახში. რა შეწუხება როგორ გეკადრებათ. მიირთმევთ ყავას. გავლივ კი? კი ბატონო. ყავა რა სიკვდილად გინა, ქალო. სადე იღალე? კაი ბიჭო დაანებე თავი. ვინ კითხავს ახლა შენ? ყავას დალევს თუ კისელს? ერთ ჯიგა დამალევიეთო, კაცი ხარ, გამიშაყელი. ქალებს გაუმარჯო, შემოგვიყვება. ემასე შეგაცა. ლენა დეიდას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ღმერთმა გადამყოფოს. ქალი მიდო შექმნა. ღმერთმა რომ უხდება ოჯახს. ხო. ბიჭოიას სტუმრები რომ მოუვა, ხაჭაპური უცხოსო, თქვათ მიტა. აბა შენ იმნაირ ხაჭაპურსაც ხო აღარ მოდის ჩვენთან სტუმარი. ისეთ ხლაჭრის ხველს, რომ ზურიკელას სალფეთქი ეგონა ტუჩევი მეიწმინდა.
ენას კი იქნებს თოხივით. გაგიმარჯვეთ მანდილოსნებო. გაიხარეთ იბედნიერეთ ამ ქვეყანაზე და კარგად იყავით სულ დედაჩემს გამარჯვეს კიდე. გაგიმარჯვეთ. თამარ მოდი დაჯექი. შენ სანახავად არიან ეგენი მოსულები თუ არა? კობაია და ლენა თუ არიან ცოცხლებიო, საერთოდ არ ინტერესებს ამას. აი ბიჭო გაჩერდი სიფრთხილე. მოვდივარ. მოდი, ხო, მოდი. მიირთვით. მადლობა. ეს მადლობა. ამას ვერ ამოაშაქრიე ბოლომდე და როდის უნდა გადმოხვიდეთ ჩვენთან ბოლო-ბოლო. როდის უნდა გვაჭამო კაიპური სოფელს. აი ბიჭო, ნუ დაღალი ადამიანი. ყველაფერი იქნება თავის დროს, ხორცილის იქნება და ყველაფერი. ამას და ლევის მიზეზი მიეცი და შენ მეიყვანცოს თუ ბიჭიკო რა მნიშვნელობა აქვს ამის? ბიჭიკო მე რამდენად უნდა მეიყვანო სოლიგე ვარა. აი დაანებეთ ახლა მაგას თავი არა მაქვს ჩვენი საქმე. ხო დედიკო. ჯერ არ ვიცი, ალბათ ერთ-ორ დღეში ჩამოვა. გინდოდა რამე? ო, კაი ჩაგირიცხა. მომისმინე ჭკვიანად იყავი, არ მანერვიულო და სახლში დროზე მიდი. კაი. ტელეფონი დამიჯდა დავტენი და მოვალ რა. ჩვენ შვილებს გაუმარჯოს, ჩემო კობაია. ბედნიერ საქართველოში ეცხოვროთ. მალე სულ მალე აგერ შენ ოჯახში ეტანტაროთ კიდე შენ ბავშვებს. ელენ გვერაგი არა გოთვერანი ყოფილი შენ ბიჭოი. Мухведи! Тату, где ты был? Что случилось? Таджики. ნოდარა ვნახე დღეს. თვითონ დამიკავშირდა. რა არის კაცი? რა გინდა შენ ჩემი ხნის კაცთან გამაგებინეთ? რატომ არ მითხარი აქამდე რაფერი? Тату, как ты думаешь, я бы тебе не сказала? მეტყოდი ერთია და რომ არ მითხარი მეორე. სად გაიცან? Он был моим пациентом. Каргикация, пулемонца, даме хмара. Он мне дал денег, я купила на эти деньги аппаратуру. Он хороший человек. ფული და საქმე სხვა არის და სიყვარული სხვა. მე მაგაცის თვალებში სიყვარული ვერ დავინახე. მაგაცი მტაცებელი ცხოველი უფრო მეტია ვიდრე ადამიანი. შენ დიდხანს არ გიცხოვრია და არ იცი.
ეს ფული კიდე ვალდებულებაა, რომელიც მთელი ცხოვრება გაყვება მის მიმართ. Тато, у меня будет много денег, и тебе будет хорошо. ჩემს კარგად ყოფნას ფული არ ჭირდება. და ბევრ ფულს უბედურების მეტი არაფერი მოხდანია. განეღთხო. ისეთ რამეს ნუ ჩაიდნენ, რომ შემდეგ ვერ გამოასწორო. Не тебе говорить об ошибках, тем более со мной. ბიჭო, ქეთა გავაძრე, ხო იცი? სად? სავარჯიშოდ ვიყავი და იქ გაიჩნდა ეგეთ გარბის. შენ რა გინდა სავარჯიშოდ? რავი, ასწავლებს რა, მინდა რომ ეს მუცელი დავაგდო, ხო გქები? ბიჭო, კაფსულები გაგიჩნდა მე ამას. მართლა? ხო, და რავი, მე მაინც გეტყვი, სად იყიდება, რო იცოდე, ხო? აუ, რა ძმა ხარ, საუ. ინე ჩოლიდო. ვა, ელე! დაშვებით. გამარჯობა. გოგო, ლუდი არ გაგისწორდება? არა, ბიჭო, ვარჯიშობდა, ვარჯიში და ლუდი გაგიგია ერთად? იო, ჩემ დაბადების დღეზე ქაწითელს ულაწუნებდი და. ლუკ, სახში არ მოდი ხარ? ადი დამოვალ ცოტა ხანში რა. დაგეშლება, აი, გვიწლი და მე შენ შულებს მე ვერ გაგიზრდი. აუ, ადი რა. ოი, რა ხარ შენ, რა ხარ? გავალ მე ლუდს დავითრევ და მოვალ. ბაზარი არა, ძმა, აი ეს წამოვიდე, გიქსონ. რინგასი. ეგ? ამდენი? ნო, 11 უკეთესი რა. ფული არა გაქვს? ბიჭო, რავი, 1.5 ლარი თუ გავაძრე. ლუკა მიერა. აი, არ მაგარი კაცია გიქსონა ჩემი. ცარიელი გული და სულია, ძმა. აი ამოიღებს და იმენა მოგცემს ყველაფერს, რაც კი რამე აბადია, აი ვაფშე რა. დაჟე, მე როკეთა მევასებოდა, ხო იცი და რო გითხარი? აი ხა იმას როკეთა დავასებოდა, ამას არ გეტყოდა რა, ისეთი უთქმელი ტიპია. რას არ მეტყოდა, ვერ გავიგე. ანუ ქეთა რო ევასებოდა რა, მაგას არ იტყოდა. ვერ მივხვდი რას მინდა. აუ შენ რა კიდე რა გჭირს ბიჭო რა, რა პონში განდობენ ამ ხელა კომპანიას და ვაფშე ინტელექტი ნოლი რა. ვერ მივხვდი. ანუ კი არა. უცებ მივაფსავ და მოვალ რა. ყოველდღე იცვლება გეგა. უყურები და ისე ვერ არის. მე ვიცი ახლა ძალიან რთული პერიოდი გიდგას. ისეთი ძალაუფლებაც არ გაქვს, როგორიც ადრე გქონდა. არ მინდა გეგა ჩაითრიო. ამიტომ თავი უნდა დაანებო. მე ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. არა, მე ეჭკობას არ გასწავლი. არა. გთხოვ. ერთხელ დაკარგული შვილი არ მინდა ისევ დავკარგო. მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მას დავეხმარო და დავიცვა.
ვისგან დაიწყო? ყველასგან. ჩემგან? შენგანაც. ცუდია. მე თუ მკითხავ, გეგა შენ უფრო დიდ პრობლემებს უქმნი და თუ რამე დაემართება, უფრო შენს გამო დაემართება. ჩემი შვილია. და რა რეაქცია იქნება შენ შვილს თუ გაიგებს რომ დედა რომელიც ასე უყვარდა მამამისმა მოკლა. იცი მე არ მომიკლავს. შეიძლება, მაგრამ ასეც რომ იყოს, არ მგონია გეგამ შენ უფრო დაგიჯეროს ვიდრე მე. მაგას არიზამ. იმიტომ რომ გეგა გიყვარს. და მეორე. იცი რისი გამკეთებელი ვარ და რა შემიძლია. მე მუქრები. არა. გაფრთხილები. თანამშრომელმა რომ მომიყვანოს სახლში არ შეიძლება? და რატომ უნდა მოგიყვანოს, ანი? გამოიძახე ტაქსი და წამოდი. და რატომ უნდა ვიარო ტაქსებით? თუ ეგრეა უბანში, ლუდისმას ადექი და მომაკითხე. საერთოდ აღარ დამჭირდება მე ვიღაცების მოცი. ვიღლები ადამიანო, არ მაქვს უფლება რომ 1 საათი დავლიო ძმაკაცებთან ერთად უბანში. ლუკა, ვინ გეუბნება მაგას? უბრალოდ უაზროდ ჭედავ. ვაფშე არ ჭედა უაზროდ, ანი. просто არ მევასება რა ეს მოცილება, მიცილება და პატივისცემები რა. ფული დაზოგე თუ რა ქენი ხა? აი ეგ საერთოდ რა შუაშია? ხო და თუ რა შუაშია, არ მისწორდება და მორჩა. ადამიანი აქეთ მოდიოდა და გამომიყოლა. არ მაინტერესებს, ანი. მე ხო რაღაცებს ვითვალისწინებ, რასაც შემთხოვ ხო და მეც ანალოგიურს მოვითხოვ რა. ეხლა სიმართლე გითხრა, ვაფშე არ მევასება ის შენი თეატრები და სპექტაკლები, მაგრამ გეგეუბნები რამე, იმიტომ რომ ვიცი რომ გინდა. ხო და ჯიგრულად რო გეუბნები, გააკეთე რა ეგრე რა. კარგი ლუკა. ვეტყვი ხალხს რომ ჩემი ქმარი ეჭვიანია და ტაქსებსაც ისე შევარჩევ, კაცი რო არ იჯდეს საჭესთან. არ გინდა რა ეგეთი ლაპარაკი რა. просто არ მომეწონა და გითხარი. არ გითხრა, მე მგონი ეგ უფრო უარესია. არა ლუკა, აუცილებლად უნდა მითხრა. მაგრამ თან დაფიქრდი რას მეუბნები და რამ ხელა შეურაცხყოფას მაყენებ მაგით. ხო და მაშინ შენც დაფიქრდი რა. ჩავედი. ამის სათქმელად ამოხვედი? ხო.